მთავრობის მეთაურის განცხადება, რომ შეთავაზება ძალაშია და მზად არის ნებისმიერ ადამიანთან საჯარო თუ არასაჯარო ფორმატით დისკუსიისთვის პოლიტიკური შეფასებების თემა გორში. ოპოზიციის ნაწილისთვის დიალოგი წარმოუდგენელია, რადგან აცხადებენ, რომ იმ პირობებში, რაშიც დღეს ქვეყანა გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია და არა სხვა რა. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა კრიტიკოსებს ეშინიათ, რადგან არ აქვთ არგუმენტები საკუთარ მოთხოვნებზე. სახელმწიფო პარტიაში ისევ აცხადებენ, რომ ოპოზიციას მშვიდობა არ სურს. არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს. ოპოზიციის მოთხოვნები უნდა იყოს უპირობოდ შესრულებული, არჩევნებიც უნდა იყოს და დროებითი მთავრობაც უნდა დაინიშნოს. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას უბრალოდ აღარ აქვს. არანაირი ყველანაირი რესურსი ამოწურა, გამორიცხულია, სანქციები უფრო გამკაცრდება და ჩვენ საერთაშორისო იზოლაციაში მოყვებით. ჩვენ უნდა გავუყოთ ორ ნაწილად პროტესტის მხარე, ვინც პროტესტს გამოთქვავს. ერთი არის რადიკალური ჯგუფი, რომელიცთვისაც არჩევნები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისი თვითონ სჭირდებათ, დანარჩენ შემთხვევაში არაფერს არ ანიშნავს მათთვის და მათთან საუბარი გაჭირდება, ჩემი აზრით, მაგრამ არის მეორე ჯგუფი, რომელიც გულწრფელად დგას და გონია, რომ საქართველოს რუსეთისკენ მიდის ბჭყალებში და ესეც იმ რადიკალური ჯგუფების და მათი პატრონების, მათი მხარდამჭერების მიერ შექმნილი მითია, ამიტომ ასეთ ხალხთან აუცილებელია და სრულად ვეთანხმები ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრում საუბარი აუცილებელია. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. დიალოგში უნდა გამოიკოთოს მტყუარი და მართალი და პრემიერი ამბობს, რომ მობრძანდით ჩვენ მზადა ვართ ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ შემოთავაზებაზე გაგცეთ თქვენ პასუხი, ხო? და იქ გამოჩნდება მე მტყუარი და მართალი, შავი და თეთრი, ხო, მაგრამ არ უნდა ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი აწყობთ მეტი ქაოსი, მეტი არეულობა და ამას კიდევ მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ჭკვიანი და ამას არ დაუშვებენ.